7 რჩევა გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ყავს 2 ან მეტი შვილი. პირველი გრძნობების აღიარება და დადასტურება. მაგალითად, ბავშვებმა ვერ გაინაწილეს ფანქრები, უფრო დაიჭერა და დათმობა მოუწია. ვეუბნებით, მისმის რომ გაბრაზდი. გაბრაზება ნორმალურია და შემდეგ უკვე გამოსავლის გზების ძიება. მეორე, ეს არის ინდივიდუალური დრო. მაგალითად, ბავშვი რაღაცნაირად გაგრძნობინებთ, რომ მას უფრო ნაკლებ დროს უთმობთ, პატარა ახლა შეგეძინათ. აუცილებლად უნდა ვნახოთ მასთან ერთ-ერთზე დარჩენის დრო, მაგალითად 15 წუთი გაიყვანოთ და ისერინოთ ერთად, ან გაიყვანოთ საბავშვო მოედანზე, პატარას გარეშე. მესამე, არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. მშობლებმა ხშირად ვიცით ხოლმე თქმა, შენ და სასჭირდებოდა მითითება სწავლაზე, მეცადინეობაზე. შენ კიდევ სულ სხვანაირი ხარ. მეოთხე, თანაბარი წესები. ხო, ოთახი აქვს ბავშვებს დასალაგებელი, ყავთ 6 და 3 წლის შვილი. რა თქმა უნდა, 3 წლის ბავშვზე იგივე პასუხისმგებლობა ვერ იქნება, რაც 6 წლისაზე. 6 წლისა უფრო უკეთ დაალაგებს, ვიდრე 3 წლის. ამიტომაც ორივე თანაბრად უნდა შევაქოთ. პასუხისმგებლობა არის სხვადასხვა, თუმცა წესები არის ერთი და იგივე. მეხუთე, ერთობლივი აქტივობები. მაგალითად, ლეგოს აწყობა, მოდი ლეგო აწყეთ ერთად. იგივე ოთახის დაალაგება. და ამ გამარჯვებას, პატარ-პატარა გამარჯვებას ეიმობენ ერთად შემდეგ უკვე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, სწავლობენ თანამშრომლობას. მეექვსე, ჩარევა უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე. ჩხუბობენ ბავშვები და დედას ძალიან უნდა რომ ჩაერიოს და მოაგვაროს პრობლემა. ჩვენთვის უმნიშვნელო არის ბავშვთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა გავითავისოთ. ამიტომ კონფლიქტების მოგვარება თვითონ უნდა ისწავლონ. დედამ არც ერთის მხარე არ უნდა დაიჭიროს, რა თქმა უნდა. არ უნდა მივიდეს ისეთ ფიზიკურ შემხებლობამდე, ეს სიტყვერ კონფლიქტს ეხება, რა თქმა უნდა. მეშვიდე, როლების დათმობა, ასე დავარქვი. ეს ხშირად არის ხოლმე უფროსებს მიაჩეჩებენ ამ პატარა ბავშვს და გაასეირნეიან, ელში ჩაიყვანეან, რა ვიცი, ათამაშე შენი დაიკო და ცოტა ისეთია ხოლმე, რომ მეც მინდა თამაში და ხო ჩემ დასა ყურადღება მივაქცია ეგ როგორ ხო? ესეთი სახე არ უნდა გქონდეს ხოლმე ხშირად. ზოგადად ბავშვებს უყვარს პასუხისმგებლობა რო აქვს თავის დაზე თუ უმცროს ძმაზე, თუმცა აი მაგალითად დაბანის პროცესში იღებენ მონაწილეობას, მასზე ზრუნავენ, ეს ზრუნვის პროცესი მოსწონთ, თუმცა ეს არ უნდა იყოს ხშირი ხასიათის, მათ სხვა გეგმები აქვს და პატივი უნდა დათ ამ გეგმებს.